დაპირისპირება და უკმაყოფილება წინა ხელისუფლებასთანაც ჰქონდათ, როგორც ვიცი. შეგიძლიათ გაიხსენოთ რაზე? აი რო ვიცოდე, გავიხსენებ, რო ვიცოდე, რატომ ეხლა დარწმუნებულად თვითონაც ნანობდა ეს ადამიანი, რომელსაც ასეთი სისულელები ჩაიდინა. დარწმუნებული ვარ, ის გარდაცვლილია და ამიტომ არ მინდა ამ ადამიანზე ხა ლაპარაკი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მე ეს უცდილობდა ნორმალურ ურთიერთობას. აი სრულად გაუგებარი აბსოლუტურად. რომ მე ამას არ ვიმსახურებ. არა, მე რა თქმა უნდა არაფერი და მე ჩემი მოვალეობა შევასრულე ბოლომდე, რაც საჭირო იყო. უბრალოდ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ დროზე ადრე დამეთქვა რექტორის თანამდებობა და ეს ხო დანიშნითი არ არის. მე ვიყავი არჩევითი და შევასრულე მართლა დავაკალი თავი. არცა შემიძლია გითხრათ, ეხლა მე დღე-დღე მიგიყავი, ეხლა ვინც იცის როგორ მუშაობდა, ეხლა როგორი მუშაობდა, შაბათი კვირა ჩემთვის არ არსებობდა. და თან თავი რო დავანებოთ ყველაფერს, რა ვიცი. თუ რამე სისტემა აეწყო, მაშინ ავაწყეთ, ხო? ეს აუცარი გუნდი მყავდა, პირდაპირ შემიძლია არაჩვეულებრივი ჩემი ახლობლები, თუმცა ერთი რაღაცაც უნდა ვთქვა, რომ აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი მეგობარი, რექტორის მეგობარი უფრო ყოფილა ვიდრე ჩემი. აჰა. გაირკვა. ხო, ძალიან ბევრი, თითქმის 80%. რექტორის მეგობრები ყოფილან, მაგრამ ეგეც გამოცდილებაა, ხო? მქონდა ეს დაძაბული ურთიერთობა, დაწყენიც ვიყავი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, მაგრამ ამოსავალი რა არის? ისინი ვექტორს არ ცვლიდნენ. ვექტორს ხო არ ცვლიდნენ, რუსეთისკენ ხო არ მიდიოდნენ, ხო არ ღალატობდნენ, უბრალოდ ჩემთან მიმართებაში დაუშვეს პიროვნული შეცდომა. და შეცდომა იყო ეს. თვითონ მე ხო აღიარეს ბოლოს. მაგრამ ვექტორი ხო არ შეიცვალა. ხო უნდა ყოფილიყო ის რაც ვოცნებობდი, ევროატლანტიკური მომავალი საქართველოსი. და ამათან როგორ უნდა ითანამშრომლო, პირდაპირ გეუბნება, რომ ერთადერთი საქართველოს ჭირდება იმისთვის, რომ გამდიდრდეს, მოკპაროს, გაგძარცვოს, ხო? 5000 ჯარიმებს ადებენ ბავშვებს და კიდევ უფრო მეც. და რუსეთისკენ მიგაკაჩავენ. არა, რაზეა ლაპარაკი? ეს სხვაობა იყო მათ შორის. ჩემთვის ეგ არის ამოსავალი. რუსეთი თუ სიბნელე თუ პროგრესი და ევროპა. პროგრესი ევროპა აქეთ არის და მეორე რუსეთი და სიბნელე მორჩა.